მოგესალმებით თქვენ უსმენთ დრეს კოდს, მე კი ნიანი ჟარაძე ვარ. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ მოდასა და პოლიტიკას შორის კავშირზე. მოდას არასოდეს უარსებია პოლიტიკისგან დამოუკიდებლად. ისტორიის განმავლობაში ტანსაცმელი იქცა ვიზუალურ ენად, რომლის მეშვეობითაც ლიდერები, აქტივისტები და საზოგადოების წევრები გამოხატავდნენ ძალაუფლებას, იდეოლოგიას, წინააღმდეგობას, გენდერულ როლებსა და ეროვნულ იდენტობას. Power dressing-ის კონცეფცია განსაკუთრებით მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა კულტურულ ფენომენად და სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეიძლება გარეგნობას გადმოეცა თავდაჯერებულობა, პროფესიონალიზმი და პოლიტიკური გავლენა. პოლიტიკურ სივრცეში მოდა ხშირად სტრატეგიული ინსტრუმენტად იქცევა. სამეფო კარიდან თანამედროვე პარლამენტამდე სამოსი ყოველთვის ფრთხილად იყო შერჩეული იმისთვის, რომ წარმოეჩინა ლეგიტიმურობა და კონტროლი. 1980-იან წლებში, როდესაც ქალებმა უფრო აქტიურად დაიწყეს გამოჩენა კორპორაციულ და პოლიტიკურ გარემოში, პოპულარული გახდა power suit. მკაცრი ფორმის პიჯაკები გამოკვეთილი მხრებით, ნეიტრალური ფერებითა და დახვეწილი სილუეტებით, რომლებიც ქალებს ტრადიციულად მამაკაცურ ძალაუფლებასთან აკავშირებდა. ისეთი ფიგურები, როგორც იყო მარგარეტ ტეტჩერი, ცნობილი გახდნენ საგულაგულოდ შერჩეული გარდერობით, რომელიც ლიდერობასა და დისციპლინას უსვამდა ხაზს, ხოლო მოგვიანებით პოლიტიკოსებმა, მაგალითად ჰილარი კლინტონმა, ქალის შარვალ კოსტუმი ქალთა გაძლიერებისა და პოლიტიკური იდენტობის სიმბოლოდ აქციეს. პოლიტიკურმა მოძრაობებმა მოდის ტენდენციებზე გავლენა მხოლოდ ელიტური ინსტიტუტების ფარგლებს გარეთაც მოახდინეს, ტანსაცმელი ხშირად პროტესტისა და კოლექტიური იდენტობის გამოხატვის ფორმად იქცევა. მაგალითად, Black Panther Party-ის წევრები შავი ბერეტებითა და ტყავის ქურთუკებით წინააღმდეგობისა და ერთიანობის სიმბოლოდ აღიქმებოდა, ხოლო სუფრაჟისტების მიერ თეთრი სამოსის ტარება სისუფთავესა და სოლიდარობას გამოხატავდა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლაში. უფრო თანამედროვე ეპოქაში კი მონოქრომული ჩაცმულობა, სლოგანებიანი მაისურები და ფერებით კოორდინირებული დემონსტრაციები ძლიერ ვიზუალურ განცხადებებად იქცა, რომელთა გავლენა სოციალური მედია და გლობალური საინფორმაციო გაშუქება კიდევ უფრო აძლიერებს. თავად მოდის დიზაინერებიც ხშირად რეაგირებენ პოლიტიკურ გარემოზე, მაგალითად ისეთი დიზაინერები, როგორიცაა Vivienne Westwood, მოდას პოლიტიკური კომენტარის ფორმად იყენებდნენ და აქტივიზმს აერთიანებდნენ როგორც პოდიუმის ჩვენებებში, ისე საჯარო კამპანიებში. My fashion is an excuse to say what I think about politically and culturally. But I do think that fashion does do something. Vivienne Westwood-ის ანარქისტული შეხედულებები მის შემოქმედებაში მკვეთრად და პროვოკაციულად აისახებოდა. მისთვის მოდა მხოლოდ ესთეტიკა არ იყო, ის პოლიტიკურ განცხადებებად და სისტემის წინააღმდეგ პროტესტის ფორმად იქცა. Westwood ხშირად აკრიტიკებდა კონსიუმერიზმს, კონსერვატიულ სოციალურ ნორმებს, მონარქიასა და პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურებს და ამ იდეებს პირდაპირ გადმოსცემდა ტანსაცმლის დიზაინით. 1970-იან წლებში პანკ კულტურის ჩამოყალიბების პერიოდში მან პარტნიორობა გაუწია მალკომ მაკლარენს და ლონდონში შექმნა ლეგენდარული ბუტიკი Sex. ეს სივრცე პანკ მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. Westwood-ის დიზაინებში ხშირად გვხვდებოდა დახეული ქსოვილები, უსაფრთხოების ქინძთავების, ჯაჭვები, აგრესიული სლოგანები და შოკის მომგვრელი პრინტები, რომლებიც მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ სილამაზესა და ელეგანტურობის სტანდარტებს. მის კოლექციებში ანარქისტული იდეები პირდაპირ ტექსტებიდანაც ჩანდა, მაგალითად ის იყენებდა ანარქიის სიმბოლოებს, პოლიტიკურ ლოზუნგებსა და ანტისისტემურ გზავნილებს. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება მაისურები, რომლებზეც მონარქიისა და ბრიტანული პოლიტიკური სისტემის მიმართ ირონიული ან კრიტიკული გამოსახულებები იყო დატანილი. ამ გზით Westwood მოდას აქცევდა სოციალური პროტესტისა და პოლიტიკური დებატების ნაწილად. Westwood-ის ანარქიზმი მხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკაში არ გამოიხატებოდა, მოგვიანებით მან აქტიურად დაიწყო გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებისა და ადამიანის უფლებების თემებზე საუბარი. ის ხშირად იყენებდა სიტყვებს იყიდე ნაკლები, აირჩე ხარისხიანი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სწრაფი მოდის ინდუსტრიას და მასობრივ მოხმარებას. მისი პოდიუმები ხშირად უფრო პოლიტიკურ მანიფესტს ჰგავდა, ვიდრე ტრადიციულ მოდის ჩვენებას. ამ ყველაფერმა Vivienne Westwood ერთ-ერთ ყველაზე პოლიტიზირებულ და რევოლუციურ დიზაინერად აქცია, რომელმაც დაამტკიცა, რომ მოდას შეუძლია იყოს არა მხოლოდ სტილის, არამედ წინააღმდეგობის, იდეოლოგიისა და თავისუფლების გამოხატვის საშუალება. დღეს ციფრულ ეპოქაში პოლიტიკასა და მოდას შორის ურთიერთობა კვლავ განაგრძობს განვითარებას. სოციალური მედიის პლატფორმები პოლიტიკურ ვიზუალებს მყისიერად ავრცელებს და სამოს ვირუსულ კულტურულ მოვლენად აქცევს. საზოგადოების რეაქციები პოლიტიკოსების ჩაცმულობაზე უკვე თავად პოლიტიკური კომენტარის ნაწილად იქცა, რაც აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ უკავშირდება გარეგნობა ძალაუფლების, გენდერის, ავთენტურობისა და ლიდერობის აღქმას.
საბოლოოდ power dressing მხოლოდ მოდური ტენდენცია არ არის. ის ასახავს იმას, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ძალაუფლებას ვიზუალურად. იქნება ეს მკაცრად შეკერილი კოსტიუმები, საპროტესტო სამოსი თუ სიმბოლური აქსესუარები. მოდა კვლავ აგრძელებს პოლიტიკური ცვლილებების დაფიქსირებას და იმ ადამიანების საჯარო იდენტობის ფორმირებას, ვინც ლიდერობენ ან წინააღმდეგობას უწევენ. ეპიზოდი ამით დასრულებულია, იმედია მოგეწონათ, მე კი გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. ნახვამდის.